მოგესალმებით, მეწყე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. ეს არის ახალი 6-ზე, მე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ვარ. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მედიასთან პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების კითხვებს სასტუმრო შერატონში 3 საათის განმავლობაში პასუხობდა. ტარიფების დაწევა, საკონსტიტუციო ცვლილებები, სოფლის მეურნეობის განვითარება, კოალიცია ქართულ ოცნებაში არსებული ვითარება, საერთაშორისო ურთიერთობები და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების ყველა კითხვას უპასუხა. პრესკონფერენციაში ჩემი კოლეგა თამთა ჯანაძეც დაესწრო. პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე საკითხების ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი და ბუნებრივია რამდენიმე წუთში ძალიან რთულია ყველა თემის საფუძვლიანი მიმოხილვა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა 2004 წელს შეცვლილი კონსტიტუცია სასწრაფოდ საჭიროებს გადახედვას. აქვე ის გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ წაყენებულ ultimatum საკონსტიტუციო კვორუმის გაზრდასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ყოფილ მმართველ გუნდთან ვაჭრობას არ აპირებს. გაკეთდა თურას და ხანგრძლივი რომელიც ჩვენ არაფერს არ საჭიროებთ როგორც უმრავლესობა მათგან დახმარებას და არავითარ ვაჭრობაზე არ მიდივართ, არავითარი ხმების მოგროვებას არ ვაპირებთ და განგიმარტავთ კიდევ ერთხელ კარგად. მათი პოზიცია დაუჭერენ მხარს თუ არ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას არავითარ გავლენას პრაქტიკულად არაფერს არ ცვლის ქვეყნისათვის. მათ აქვს საშუალება მხოლოდ საკუთარი მომავალი და საკუთარი პოზიციები გახადონ ან აბსოლუტურად მიუღებელი საქართველოს საზოგადოების ან რაღაც პერსპექტივა მისცენ მათ. პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას დღესვე გამოეხმაურნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნულ საკითხს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით ხელისუფლება გამომდინარე იქედან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვებას ვერ ახერხებს, ძალიან გაღიზიანებულია და უშუალო ტერორზეა გადასული. ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი ნაპირებები. ჩვენ ყველა ნახეთ და ვხედავთ, რომ მათ ვერ მოაგროვეს საკუთარი უმრავლესობა და სწორედ ამიტომ ივანიშვილი ბრაზობს. ის არის გაბრაზებული და ამიტომ ის პირადად ემუქრება პარლამენტის წევრებს, მათ ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, მეგობრებს და კოლეგებს. მე მინდა მიმართო პრემიერ-მინისტრს. თქვენი მუქარა ჩვენ ვერ შეგვაშინებს. პრესკონფერენციის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა კოალიციაში მიმდინარე პროცესები. ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო კანდიდატად არ მოიაზრებს. მან ასევე განაცხადა, რომ თითოეულ პარტიას თავისი სურვილის შესაბამისად ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს კოალიცია. რას ფიქრობენ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ამ დეტალზე ირაკლი ალასანიას გუნდის წარმომადგენლები და როგორ აფასებენ დღევანდელ პრესკონფერენციას ექსპერტები? ამას ჩვენი 9 საათიანი გამოშვებიდან შეიტყობთ. მადლობა პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციის დეტალებზე თამთა ჯანაძე საუბრობდა. პარლამენტში საგაზაფხულო სესია დაიწყო. მის ფარგლებში უმრავლესობას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა აქვს დაგეგმილი. საგაზაფხულო სესია რეგლამენტის მიხედვით ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვა უნდა შემდგარიყო, თუმცა გადაიდო. ხვალინდელი სესიის დღის წესრიგი უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა კი ბიუროს ხდომაზე უნდა შეადგინონ. დაიწყო თუ არა ბიუროს ხდომა, ამას ჩვენი კორესპონდენტი მირიან გორგოძე გვეტყვის. მირიან გისმენთ. დიახ, საქართველოს პარლამენტში ბიუროს ხდომა სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს, როგორც მოსალოდნელი იყო, დეპუტატები მსჯელობენ საკონსტიტუციო ცვლილებების ირეგულირება. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს კონსტიტუციიდან 52 მუხლის ამოღებას, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრული არის ქალაქი ქუთაისი. გარდა ამისა, კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს შემდეგს პრეზიდენტს პარლამენტის ნების წინააღმდეგ აღარ ექნება მთავრობის დათხოვნის საშუალება და ამავე დროს ის ვეღარ აირჩევს საკუთარ მისთვის სასურველ მთავრობას განუსაზღვრელი ვადით. ეს საკითხები მთავარი განსახილველი თემა უნდა ყოფილიყო დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, თუმცა საკითხის განხილვამ გადაინაცვლა ხვალინდელ სასესიო დებატებში. ამის მიზეზი კი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით გახლავთ შემდეგი. ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობა აღარ იღებდა მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველ კომისიაში და იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ კიდევ რაიმე დამატებითი ერთხელ სრულფასოვნად მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ამ საკითხის განხილვაში. გარდა ამისა, წლევანდელი საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მოსვლის საკითხი. როგორც ცნობილია, 8 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიური ანგარიშის გასაცნობად საქართველოს პარლამენტს ეწვება და ბიუროზე მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ფორმატით მოხდება პრეზიდენტის პარლამენტში მიღება. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგვიძლია მოусმინოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით
იუსუფაშვილის განცხადებას. ამ კვირის პლენარულ სხდომებზე კონსტიტუციური ცვლილებების კანონ პროექტების განხილვა და თენჯისგრა არ არის მოსალოდნელი, იმის გათვალისწინებით, რომ 8 ფებრუარს პარასკევს საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა თავისი კონსტიტუციური უფლებების სარგებლობა და პარლამენტში მოსვლა ყოველწლიური მოხსენებით. შესაბამისად, თუ ბიურო ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს საბოლოოდ, ეს ნიშნავს, რომ ამ კვირის განმავლობაში ორივე პლენარულ სხდომაზე იქნება დებატები და არა კანონპროექტების განხილვა. დიახ, გარდა ამისა, საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას დეპუტატები იმსჯელებენ ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, მაგალითად, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, ან თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. გარდა ამისა, უახლოეს სესიებზე დეპუტატები იმსჯელებენ სხვადასხვა კანონპროექტებზე, მაგალითად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე, საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე, სახელმწიფო ქონების შესახებ ცვლილებებზე და საგარეო კურსის მსვლელობის შესახებ კანონპროექტზე, რომელიც სხვათა შორის არის საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია ბარამიძის ინიციატივა, თუმცა დღეს ბიუროზე უმცირესობის წევრებისგან გაკეთა განმარტება იმის შესახებ, რომ საკითხის უმცირესობა უკან გაიწვევს და მოხდება ხელმოწერების შეგროვება, რათა ეს საკითხი, როგორც საკონსტიტუციო ცვლილება, აი ამ ფორმატში განიხილონ დეპუტატებმა. მადლობა, პარლამენტიდან მირიან გორგოძე საუბრობდა. ქართველი მეწარმეები რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის შესატანად ემზადებიან. სახელმწიფოთა შორის დაწყებული მოლაპარაკების დასრულებამდე ბიზნეს სექტორი მეზობელი ქვეყნის სავაჭრო ქსელში დასაბრუნებლად პირველ ნაბიჯებს გავს. 11 ფებრუარს მოსკოვში საექსპოზიციო ცენტრში დაგეგმილ გამოფენაში ქართული ნაწარმი საკუთარი სტენდით წარსდგება. ქართულ მეწარმეებსა და რუს ბიზნესმენებს ბექა ბარამიძე ესაუბრა. ბექა, რამ ნაბიჯებს გავენ ქართველი მეწარმეები, ვიდრე სახელმწიფოთა შორის დაწყებული ოფიციალური მოლაპარაკებები დასრულდება? ჯერჯერობით უცნობია თუ რა კონკრეტული შედეგით დასრულდა მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელსაც ორი ქვეყნის სამთავრობო უწყებები აწარმოებენ, ეს ალბათ მის შედეგები ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარ უკვე ქართული ბიზნესი, ისევე როგორც მათი რუსი კოლეგები, წინასწარ უკვე მზადების პროცესში არიან, რათა სრულფასოვნად და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქართული პროდუქტის დაბრუნება რუსულ სავაჭრო ქსელში. ამისთვის პირველი ინიციატივა, რომელიც თქვენ უკვე გააჟღერეთ, ეს იქნება 11 ფებრუარს დაწყებული ექსპოზიცია, რომელზეც ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიცია 5 დღიანი იქნება და მასზე რუს მომხმარებელს ექნება პრაქტიკული საშუალება, რათა უშუალოდ გაეცნოს ქართული პროდუქტის ასე ვთქვათ ღირებულებას, მის შესაბამისობას რუსულ სავაჭრო სტანდარტებთან და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება მეორე უფრო მთავარ და ძირეულ ინიციატივას, ეს შეეხება იმას, რომ ქართველი მეწარმეები უკვე თავად ცდილობენ რუსულ სამხმარებლო ბაზარზე იპოვნონ ესე თქვარი პარტნიორები და ამ ინიციატივის მიხედვით ესეთი ტიპის პარტნიორები მათ უკვე მოევლინენ ისეთები როგორც რუსული სავაჭრო ქსელის მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიები არიან. პრაქტიკულად რუსული მხარე თავად კისრულობს ვალდებულებას, რათა მოახდინოს სწორი პოზიციონირება რუსულ სამხმარებლო ბაზარზე ქართული პროდუქტისა და მათ თავადვე უზრუნველყონ მათ ასე ვთქვათ სამხმარებლო ქსელში განთავსება და დახლებზე მოხვედრა. ისე რომ ეს ყველაფერი მოხდეს უმტკივნეულოდ და ქართულმა პროდუქტმა რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღიდგინოს 7 წლის წინანდელი პოზიციები. დასაკვირველია ეს ნაბიჯი წინსწრებია იმ ინიციატივების, რომლის განხორციელებასაც ამჟამად ორივე ქვეყნის მთავრობები მოლაპარაკების გზით ცდილობენ. მოსკოვში შეთანხმება რთული იქნება, მაგრამ მისი შედეგის მოლოდინი მაინც პოზიტიურია. მთავარია პროცესი დაიწყო. 11 ფებრუარს დაგეგმილი ექსპოზიცია კი, რომელზეც ქართული პროდუქტიც იქნება წარმოდგენილი, გარწმუნებთ მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ამ პროცესის დასაჩქარებლად. აქ თავად მეწარმეების პოზიციაც გასათვალისწინებელია. ქართულ მწარმოებლებს დახმარებას ძირითადად ორგანიზაციული, ლოგისტიკური და მარკეტინგული მომსახურების კუთხით გაუწევთ. ვფიქრობთ, საწყის ეტაპზე ამ ტიპის თანამშრომლობა ორივე მხარისთვის ეფექტური იქნება. გარკვეული დოზით მომხმარებელი ქართულ პროდუქტს რუსულ სავაჭრო ქსელში ელისკიდეც, მაგრამ პროცესს ლობირება სჭირდება, რათა ის თუნდაც 7 წლის წინანდელ მოცულობებს დაუბრუნდეს. გარკვეულწილად წინასწარი პროგნოზი დღეს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, მართალია მას არ უსაუბრია კონკრეტულ თარიღებზე, თუ როდის დაიწყება თავად პროცესი ქართული საწარმოო პროდუქციისა რუსულ სამხმარებლო ბაზარზე დაბრუნებისა, მაგრამ რაც თავარია პრეზიდენტი გარკვეულწილად გამოხატავს იმის იმედს, რომ ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება და რაც თავარია მალე. თუმცა ამასთანავე პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრს აქვს გარკვეული შენიშვნები თავად მეწარმეებთან. ის ვარაუდობს, რომ 7
წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები, რომელიც უშუალოდ აისახა ქართული საწარმოო პროდუქტის ხარისხზე და ამ ხარისხის კონტროლის მართვაზე, ეს მიღწევები არ უნდა დაიკარგოს და ამისი მთავარი გარანტორი მთავრობა იქნება. პრემიერი საუბრობს იმაზე, რომ უშუალოდ მთავრობის ჩარევით, როგორც ადგილზე, ისე ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის სამხმარებლო ბაზარზე მთავრობა უშუალოდ თავადვე შეეცდება იმას, რომ ქართული პროდუქტის ხარისხი გაკონტროლებული იყოს. სხვა შემთხვევაში ისინი იქნებიან თავადვე ინიციატორები იმისა, რომ სამხმარებლო ქსელიდან უხარისხო ქართული პროდუქტის ამოღება მოხდეს. აქვე პრემიერმა დღესვე ისაუბრა იმაზე, რომ იგი მომხრე იქნება, რათა ქართულმა პროდუქტმა სრულფასოვანი დამკვიდრებისთვის ერთგვარად ტრანსფორმირება განიცადოს და იგი ჩამოყალიბდეს როგორც სრულფასოვან ბიოპროდუქტად. ანუ ასე ვთქვათ, ქიმიური დანამატების გარეშე, რაც თავის ნიშას უცხოეთის სამხმარებლო ბაზარზე ქართულ პროდუქტს მოუპოვებს. ჩვენ შეგვიძლია პრემიერის ეს განმარტება მოვისმინოთ, რომელიც უშუალოდ ქართველი მოწარმეების, როგორც მეღვინეებისთვის, ისე სხვა პროდუქტის წარმოებლებისთვის იყო განკუთვნილი. მაქსიმალურად მოახერხებთ ჩვენ კონტროლს. ეხლავე ვაფრთხილებთ უგნებავთ წარმოებლებს და ვინც ამაზეა გამიზნული, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში არ მოხერხდება და რუსეთის ბაზარზეც ჩვენივე ჩარევით მოახერხებთ ჩვენი შეტანილი პროდუქციის გაკონტროლებას მაღაზიებიდან ამოვიღებთ, გადავამოწმებთ, სადაც ნახავთ ფალსიფიცირებულს, აუცილებლად ხმას ამოვიღებთ, რომ არ გავაფუჭოთ ხარისხი. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ხარისხი ღვინის და სხვა პროდუქციისაც. რაც შეეხება თავად რუსი ბიზნესმენების ინიციატივას, რომელიც დღეს თბილისს სტუმრობდნენ, ამის შესახებ ჩვენ 9 საათიან რეპორტაჟში მოგიყვებით, თუმცა მინდა კიდევ აღვნიშნო თავად ქართველი ბიზნესმენების გამოხმაურება იმ ინიციატივასადმი, რომელიც თავად რუსმა ბიზნესმენებმა ქართულ მწარმოებლებს შესთავაზეს. ჯერჯერობით ამ შეთავაზებაზე მხოლოდ რამდენიმე თუმცა მსხვილი მაინც მწარმოებელი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერას აცხადებს უკვე 11 თებერვალს, რომელსაც ჩვენ უკვე განვაცხადეთ იმ ექსპოზიციაზე წარდგებიან ისეთი კომპანიები, როგორებიც გახლავენ ღვინო ქიმერიონი, ღვინო რაჭული ღვინო, კონიაკი ასკანელები, ლიმონადი ლაღი, ნატურალური წველებიდან წარმოდგენილი იქნება კულა კომპანია და ამავდროულად რძის წარმოებელი კომპანია ეკოფუდით წარადგენს თავის ნაწილს სტენდზე. როგორც რუსული ბიზნესმენები გვეუბნებიან, ასორტიმენტი ქართული პროდუქტისა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და ეს იქნება ერთგვარი მნიშვნელოვანი ბიძგი იმისა, რათა პროცესი, დაჩქარებული პროცესი ქართული საწარმოო პროდუქტის დაბრუნებისა, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს. მადლობა, ბექა ბარამიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ორმაგი მოქალაქეობის მქონე თურქი ბიზნესმენი ორჰან აქსუკი, რომელიც სასჯელს რუსთავის მე-16 დაწესებულებაში იხდის, საქმის გადახედვასა და პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. 22 სახელმწიფო ობიექტის ამშენებელი და თავის დროზე წინა ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესმენი აცხადებს, რომ უკანონო პატიმარია და მისი დაპატიმრების მიზეზად წინა ხელისუფლების მიერ გადაუხდელ 7 მილიონ სასახელებს, რომელიც სახელმწიფო ობიექტების მშენებლობისთვის ემართათ. ბიზნესმენის განცხადებით, მას შემდეგ რაც კუთვნილი თანხის მიღება მოითხოვა ახალაიასა და ადეიშვილის სურვილით ის დააკავეს. მას ბრალი ქრთამის მიცემისთვის, გადასახადების დამალვისა და ყალბი ბუღალტერიის წარმოებისთვის აქვს აყენებული. ორჰან აქსუს საქმეს თაია მახარაშვილი გაეცნო. ორჰან აქსუ 2010 წლის 23 თებერვალს კონკრეტული ბრალდებებით დააკავეს. მისი მთავარი ბრალდება იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის მიცემა იყო. ორჰან აქსუ წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი იყო. მან 22 სახელმწიფო ობიექტი ააშენა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს შენობები, ასევე გლდანის მერვე საპყრობილე და დევნილების კოტეჯები გორში. მის დაკავების მიზეზი, როგორც თავად სატელეფონო საუბარში აცხადებს, რეალურად ის 7 მილიონი ლარი გახდა, რომელიც ზემოთხსენებული ობიექტების აშენებისთვის სახელმწიფოს უნდა გადაეხადა, თუმცა სახელმწიფოს თანხა არ გადაუხდია, პირიქით ის ჯერ დააკავეს, შემდეგ გადარიცხული თანხა უკან დააბრუნებინეს მუქარით, ჩამოართვეს უძრავ-მოძრავი ქონება და საპროცესო გარიგებისთვის 7 მილიონი ლარის გადახდა მოსთხოვეს. აქსუ ციხეში არსებულ ზეწოლაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მას საკუთარი მწამსის მიხედვით რელიგიური რიტუალების შესრულების და ლოცვის საშუალება არ ჰქონდა, მას ყურანი ჩამოართვეს და დაუღიეს. გლდანის ციხის შესახებ დამიგროვდა 4,750,000 ლარი ფული. ერთი წლის დაზიანების მერე, როცა ეს ფული მოვითხოვა ბაჭო ახალაიასთან, ზეწოლა და ყველანაირი შეჩევიძრობა ის მერე დაიწყო.
როცა ეს ფული მოვიქცევ, ეს იქნება მე ფინანსური პოზიცია გამოაგზავნა ფირმაში და ყველანაირი ზეწოლა და დაიწყენ დაგეგმა. არანაირი არც ლოსვა, არც მარხვის, არაფერი პირობები არ შეგიძლია სპეციალურად. როცა ჩვენი მარხვის დროს რამე სამსაათზე გადმოიქცებოდა, ან წყალი იქცებოდა, ან შური იქცებოდა, სპეციალურად. ყველანაირი შეუძლება გავიგებენ კი ჩვენი რელიგიური ციგნების კი 3-4 თვის მანების შემდეგ ჯერ შემოატანია. ბრალდება რომ შეთითხნილია იმას ადასტურებს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი ხელწერილი რომელიც ადასტურებს იმას რომ ბატონ ორჰანმა არანაირი ქრთამი არ მისცა არავის და პირიქით მან დაქირავებული ბინის სანაცვლოდ გააგზავნა ქალბატონთან ბინის სანაცვლოდ ქირა რაც შეეხება 200 და 218 მუხლებს ეს არის აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდება რასაც სრულად ადასტურებს იმას რომ დაახლოებით ბოლო წლების 2007 წლიდან მას სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ შეტანილი აქვს 13 მილიონზე მეტი. პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია საქმეს ძალიან კარგად იცნობს. ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების სტატუსის მოთხოვნით მას ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს. ამიტომ ინიციატივით გამოდის პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსგავსი საქმეები სასამართლომ განიხილოს საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარების მიზნით. მხოლოდ კომისია გადახედავს საქმეებს, მაგრამ დიდი ალბათობა იმისა, რომ სწორედ კანონს დავარეგულირებინოთ უკვე პოლიტპატიმრების სტატუსი და არა ვთქვათ პარლამენტი გახდეს ისევ და ვთქვათ ის ორგანო, რომელიც განუსაზღვრავს პოლიტპატიმრობას დანარჩენ პირებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების მხრიდან ჰქონდათ პოლიტიკური დევნა. თურქი ბიზნესმენის საქმის შესახებ უფრო დეტალურად ჩვენს მთავარ გამოშვებაში 9 საათზე შემოგთავაზებთ. მადლობა ეს თაია მახარაშვილი იყო. შვილის მკვლელობის მუქარით ჩადენილი დანაშაული ქართული ოცნების აქტივისტი გიორგი გოგოხია, რომელიც სამართალდამცველებამ გასული წლის 14 აგვისტოს ნარკოტიკული საშუალების დამზადება მოხმარებისთვის დააკავეს, სოდის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ამნისტირებული მსჯავრდებული იხსენებს, რომ ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, სადაც ჩანს თუ როგორ მოიხმარს ის ნარკოტიკულ საშუალებას, მუქარით გადააღებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები მას შვილის ლიკვიდაციით აშინებდნენ. აღნიშნული ვიდეო კი სამართალდამცველებს ქართული ოცნების დისკრედიტირებისთვის ჭირდებოდათ. ვინ აიძულებდა გიორგი გოგოხიას მაკომპრომიტირებელი კადრების გადაღებას და დაიწყო თუ არა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება. ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში 9 საათზე. ეხლა ამოქოლილია ეს კარები, აქედან შემოვედი, აქ იდგა ესა რა ქვია, ტუმბოზე იდგა საათი. ეს საათი უკვე ვიცოდი რომ იყო კამერა, გაფრთხილებული ვიყავი კამერა იყო, გამოფრთხილეს რომ უნდა გამეკეთებინა ისეთი რომ ბუნებრივი სახე მიეცა ყველაფერს. ახალი გარემოებები გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით ერთ-ერთი მსჯავრდებული გიორგი გათენაძე ჩვენებებში ამბობს, რომ ოლეგ მელნიკოვის დავალებით მას გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი უნდა დაერწმუნებინა იმაში, რომ მკვლელობის შემკვეთი გოგა ხაინდრავა იყო. ადვოკატის ინფორმაციით გათენაძესთან საკანში ბარათელი შეიყვანეს, თუმცა პატიმარმა დავალება არ შეასრულა, რის გამოც როგორც ჩვენებიდან ირკვევა, მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. გიორგი ბარათელს გურამ შარაძის მკვლელობისთვის 27 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, რაც დაპირდნენ პატიმარს გიორგი ბარათელის დარწმუნების სანაცვლოდ და დაინტერესდა თუ არა გამოძიება გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში გაჩენილი ახალი გარემოებებით. დეტალები ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში 9 საათზე. საუბრობს იმაზე, რომ მასეთ მაშინდელმა პოლიციის მაღალჩინოსნებმა, კერძოდ ოლეგ მელნიკოვმა ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიცაც ტელეეთერით ეს უნახავს ტელეეთერში დაიცნობს სახეზე, მაგრამ სახელი და გვარი არ იცის, თუმცა შეუძლია ამოცნობა. მასეთ განახორციელეს ეწოლა და აიძულებდნენ, რომ გიორგი ბარათელს მიეცა შემდეგი შინაარსის ჩვენება, რომ გიორგი ბარათელს უნდა ეთქვა, რომ მან მოკლა გურამ შარაძე და ეს მკვლელობა შეუკვეთა გოგა ხაინდრავა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულობა ჩემი აზრით, რომელიც კრავს მტკიცებულობა და ჯაჭვს თუ გაუთვალისწინებთ იმას, რომ ბოლო პერიოდში ბარათელმა შეცვალა ჩვენება და თქვა სიმართლე. მე ეს ამბავი საერთოდ არ გამიკვირდა, პირიქით აი მძივები დაიკინძა, ხო ხედავთ რა ხალხია, ხო ხედავთ რა წრეა. იქით სააკაშვილი, აქეთ ახალაია, იქით მელნიკოვი, ამ საქმეში აუცილებლად კიდე სხვადასხვა გვარები ამოტივტივდება და სხვადასხვა პიროვნებები ამოტივტივდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება. მკვლელობის კვალი მივა პირდაპირ მკვლელობის შემკვეთ მიხეილ სააკაშვილთან.
ვინ აკონტროლებს საქართველოში ტელეკომუნიკაციების სექტორს? საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მედიას ევროპის სახლში გააცნეს. კვლევის მიხედვით რამდენიმე მსხვილი ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის მფლობელის ვინაობა ამ დრომდე გაურკვეველია. კითხვები ჩდება მათი დაფინანსებისა და მართვის თაობაზეც. ანგარიშის შესახებ დაწვრილებით ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ნიორაძე ისაუბრებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევაში დეტალურადაა შესწავლილი საქართველოს ინტერნეტ ბაზარი. ასევე ამ კვლევაში საქართველოში მოღვაწე ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიების საქმიანობა დეტალურადაა შესწავლილი. ეს კვლევა IREX-ისა და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა და კვლევის შედეგების თანახმად ორი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა. ის რომ საქართველოში ძირითადად ვერ ხორციელდება ამ კომპანიების რეალური მფლობელების ვინაობის დადგენა და ასევე ის რომ წლების განმავლობაში საქართველოში ინტერნეტ თვალთვალი ხორციელდებოდა, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე დააზარალა. საუბარია იმაზე, რომ კომპანიებთან წვდომა ჰქონდათ რამდენიმე ძალოვან უწყებას, რომლებსაც ამ კომპანიებიდან ამ კომპანიების მომხმარებელთა შესახებ პირადი ინფორმაცია ინტერნეტით გამოჰქონდათ. ჩვენ მართლაც დავადგინეთ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის გარკვეულ დანაყოფებს და გარკვეულ უწყებებს ჰქონდა წვდომა ტელეკომუნიკაციების კომპანიების გარკვეულ ინფრასტრუქტურამდე. ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც ჩვენი ინფორმაცია იყო და პირადი ინფორმაცია იყო, ამის მიღების საშუალება ჰქონდა მთავრობის ზოგიერთ დანაყოფებს. ეს არის 56 ფურცლიანი დოკუმენტი ინტერნეტის თავისუფლება, სადაც ერთ-ერთ თავადში თავი საკმაოდ საინტერესოდ არის დასათაურებული ლევან ყარამანაშვილი. აი ამ თავში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეს ადამიანი საქართველოში ფლობს რუსთავიორის ტელეკომპანია მზის, კავკასუს ონლაინის, GMC ჯგუფის და კომპანია Beeline-ის აქციებს. დღევანდელ შეხვედრაზე იყო კომპანია Beeline-ის გენერალური დირექტორი მოსული, რომელმაც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან ყარამანაშვილი არის კომპანია Beeline-ის აქციების მფლობელი. მან დაადასტურა ის, რომ რამდენიმე თვის წინ ყარამანაშვილმა ყველა აქცია გაყიდა. იმედი გვაქვს, რომ Transparency International და სხვა ორგანიზაციების ხელშეწყობით და ჩვენი სატელეკომუნიკაციო კომპანიების მუშაობით საქართველოში ინტერნეტი კიდევ უფრო განვითარდება, ხელმისაწვდომი გახდება და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება წვდომა იმ რესურსებზე, რომელიც ინტერნეტს შეუძლია მისცეს. ჩვენი კომპანიის დამფუძნებლები არიან იურიდიული პირები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც ღიად არის საქართველოს ტელეკომუნიკაციის ბაზრის ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში. ლევან ყარამანიშვილი იყო ერთ-ერთი მოწილე, ეხლა აღარ არის. დღევანდელ პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ კავკასუს ონლაინის წარმომადგენლები, თუმცა ისინი დღეს არ მოვიდნენ. სავარაუდოდ კავკასუს ონლაინი ამ კვლევის პრეზენტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს კომენტარს. თუმცა საინტერესო ის არის, რომ დღეს ჩვენ 9 საათიან გამოშვებაში კავკასუს ონლაინის თემასთან დაკავშირებით გვექნება Skype ინტერვიუ ლონდონიდან. მამია სანადირაძე ამ კომპანიასთან დაკავშირებულ ახალ საინტერესო დეტალებს გაგვაცნობს. მადლობა, ეს გიორგი ნიორაძე იყო. ახალი 6 პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. ბიძინა ივანიშვილი მხარს საპარლამენტო რესპუბლიკას უჭერს. საკუთარი მოსაზრება ჟურნალისტებს დღეს სოსო ცისკარიშვილმა გაუზიარა. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ნაციონალურ მოძრაობასაც სურდეს პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი მიიღოს. სოსო ცისკარიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიასა და ვახტანგ ხმალაძეს ერთმანეთის კონკურენტებად არ აღიქვამს. როდესაც საუბრობთ ჩვენ ბატონ ალასანიაზე, მას არ მოვიაზრებთ იმ ტიპის პრეზიდენტობის კანდიდატად, როგორზეც საუბარია ბატონ ხმალაძის მიმართ. ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ მკაფიოდ, რა ფუნქციის მატარებელ პრეზიდენტზე საუბრობთ. ისეთზე, რა ფუნქციებიც გააჩნდა ამ 9 წლის განმავლობაში ვადაგასულ პრეზიდენტს, თუ ისეთს, რომელიც წერია მომავალ უკვე მიღებულ კონსტიტუციაში, ვერ ვიტყვი, რომ ალასანია და ხმალაძე შეიძლება იყვნენ ერთმანეთის კონკურენტები საპრეზიდენტო არჩევნებში. რადგან ფაქტიურად ჩემთვის ეს იყო თვითაღიარება ბატონი ივანიშვილისა, რომ ის მხარს უჭერს საპარლამენტო რესპუბლიკას, არ გამორიცხავ, რომ ნაციონალურ მოძრაობასაც სურდეს სწორედ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი მიიღოს ამ ვითარებაში, რადგან ისინი ცხადია რაიმე წარმატებაზე ამ მომავალ არჩევნებში სერიოზულად არ ფიქრობენ. დაიკითხება თუ არა ხელახლა ვანო მერაბიშვილი. საქართველოს მთავარმა პროკურორმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. არჩილ კბილაშვილის განცხადებით გამოძიებას ვანო მერაბიშვილთან გარკვეული კითხვები კვლავ აქვს. კბილაშვილი დღეს თბილისის მერის დაკითხვასაც შეეხო. პრესკონფერენციას ზვიად ხუჯაძე აშუქებს.
ზვიად გისმენთ. დიახ, ვასიკო, დღეს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ გვილაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე არაერთ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა. ძირითადი შეკითხვები, ძირითადი პასუხები მისი მხრიდან გახდათ ვანო მერაბიშვილის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის მთავარი პროკურორი აცხადებს, გამოძიებას ყოფილ პრემიერთან და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან კვლავ აქვს შეკითხვები, თუმცა მას ბევრი თემა არ დაუკონკრეტებია, რასთან დაკავშირებით შეიძლება გამოძიებას შეკითხვები გაუჩნდეს ყოფილი პრემიერის მიმართ, თუმცა თქვა, რომ ეს საქმეები ძირითადად შეეხება სანდრო გირგვლიანისა და 26 მაისის თემებს. ქვეყნის მთავარი პროკურორმა ასევე ისაუბრა გიგი უგულავას დაკითხვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ როდესაც გიგი უგულავასთან გამოძიება მიდის კაბინეტში დასაკითხად, ეს ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მიაჩნია ქვეყნის მთავარ პროკურორს მიაჩნია, რომ ყველა საჯარო მოხელე ანალოგიურად უნდა უყურებდეს გამოძიების თანამშრომლობის საკითხს და თქვა, რომ გიგი უგულავა ვალდებულია გამოძიებასთან სახელმწიფოებრივად მიუდგეს ეს უბრალოდ მისი შეფასებით, თუმცა მისი თქმით მას აქვს ასევე იურიდიული შეფასებაც აღნიშნულ საქციელს და არჩილ გვილაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებას შეკითხვებით დარჩა გიგი უგულავასთან დაკავშირებით არაერთ საკითხზე, მათ შორის თბილ სერვის ჯგუფისა და რიყის გასხვისების საკითხებზე. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ არჩილ გვილაშვილის კომენტარი. სხვადასხვა საქმეები, რომელთა გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურაში, დაისაჭიროებს ბუნებრივია მასთან ურთიერთობას. აქ გირგვლიანის საქმე მაქვს მხედველობაში, ეს ალბათ იქნება 26 მაისთან დაკავშირებული გამოძიება. არის კიდე სხვა საქმეები, რომლებთან დაკავშირებითაც მისი დაკითხვა ალბათ იქნება აუცილებელი. რაც შეეხება ბატონ უგულავასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის თემა, რომელზედაც ის იქნა დაკითხული თბილ სერვის ჯგუფთან დაკავშირებით, ეს არ არის ერთადერთი, კიდევ სხვა საქმეც იქნება, მაგალითად იგივე რიყის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხი, ალბათ დაისაჭიროებს მისგან ახსნა განმარტების მიღებას. და ესეც არ არის ბოლო, კიდე სხვა საკითხებიც შეიძლება იყოს, რომელსაც თავის დროზე აუცილებლად განვაცხადებ. არჩილ გვილაშვილმა უხეშტობა გაამახვილა თბილ სერვის ჯგუფის თემასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე უკვე 200-მდე პირია დაკითხული, ასევე მან ყურადღება გაამახვილა სოცმუშაკების თემაზე, როგორც ცნობილია, დაახლოებით 20.000-მდე სოცმუშაკი იყო გაფორმებული სხვადასხვა სამსახურში და ხელფას იღებდნენ სხვა საქმიანობისათვის და არჩილ გვილაშვილის შეფასებით უკვე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებითაც დაახლოებით 1000-ზე მეტი კაცია ადამიანია დაკითხული. აქ მართლაც მრავალ ათასიან ადამიანთა ჯგუფს ეხება საკითხი, რომლებიც შესაძლოა წინასწარ არ გაუსწრებ გამოძიების პოზიციას და ასე ვიტყვი, შესაძლოა რომ საზღაურს იღებდნენ დაახლოებით იგივე ფორმატში და იგივე საფუძველზე, როგორც ეს ჰქონდა თბილ სერვის ჯგუფთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე 1000-ზე მეტი ადამიანი იქაც არის დაკითხული და უახლოეს დროში გვექნება კონკრეტული პოზიცია აი სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებითაც. ქვეყნის მთავარი პროკურორის განცხადებით ბოლო 3 თვის მანძილზე მთავარ პროკურატურაში 17547 განცხადება შეტანილი და მისი თქმით ეს არის კოლოსალური ციფრი წინა წლების ყველა ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც 3 თვეში მოქალაქეების მხრიდან პროკურატურაში 17000-ზე მეტი განცხადება შევიდა. მადლობა პირდაპირ ეთერში ზვიად ხუჯაძე საუბრობდა. საკონსტიტუციო სასამართლო მირმა ინაშვილის დავით თარხან მოურავისა და სოსო მანჯავიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელი მხარე საქართველოს კონსტიტუციის 70-მე მუხლის მე-9 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მოსარჩელი მხარის წარმომადგენლის ირმა ჭკადუას განცხადებით 70-მე მუხლის მე-9 ნაწილი ამავე მუხლის პირველ ნაწილს ეწინააღმდეგება. პირველ ნაწილში განმარტებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევს. მე-9 ნაწილში კი აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს შესაძლოა უფლებამოსილება საარჩევნო წლის ოქტომბრამდე გაუგრძელდეს. ირმა ჭკადუას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არაკომპეტენტურობის გამო არ დააკმაყოფილა, რითაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
უბრალოდ არ დარჩებოდა არგუმენტი. პირველ ნაწილში წერია, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ 5 წლის ვადით, ხოლო მე-9 ნაწილში ცვლილების შემდგომ ჩაიწერა, რომ პრეზიდენტი შეიძლება აირჩიოს 6 წლის ვადით. ეს არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური დათქმა, ურთიერთსაწინააღმდეგო, არის კოლიზია, არის ღირსების შემლახველი, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის შემლახველი. საკონსტიტუციო სასამართლომ არაუფლებამოსილად მიიჩნია საკუთარი თავი ამ საკითხის განხილვისას. როგორი კანონიც არ უნდა მიიღოს კვალიფიციურმა უმრავლესობამ პარლამენტში, საქართველოში არ არსებობს ორგანო, რომელიც ამ კანონის კონსტიტუციური კანონის შესაბამისობის საკითხს დააყენებს კონსტიტუციასთან. ქართული ოცნების რუსთავის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ორგანიზაციის წევრები უკვე მესამე დღეა შიმშილობენ. ერთ-ერთი მათგანი ალექსანდრე ბერიძეა, რომელსაც როგორც თავად ამბობს, დავით საგანელიძემ ქართულ ოცნებაში ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩანერგილი უწოდა. ბერიძე ბრალდებას უარყოფს და საგანელიძესგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები არიან ჩანერგილები ნაციონალური მოძრაობიდან და ემსახურებიან ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. რაც ფიქრობთ, რომ არის გაუმართლებელი, ვინაიდან ჯერ არაფერი მტკიცებულება ამის არ წარდგენილა მედიაში და თუ კი ესეთი მტკიცებულებები არ არსებობს, მსგავსი ბრალდების წაყენება ყოლა დაუშვებელია. მე მინდა უმორჩილესი თხოვნით მიმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რათა მან მოახერხოს ჩვენთან შეხვედრა და გავცეთ ყველა იმ შეკითხვაზე პასუხი, რაც ბოლოდროინდელი მოვლენების გამო წარმოიქმნა ჩემს მიმართ და პარტია ქართული ოცნების საქალაქო ორგანიზაციის მიმართ. ჩვენ ვთვლით, რომ უკანონოდ აღგვეკეთა პარტიის წევრობა ეს წესდების დარღვევით, ასევე ის ცილისწავლებული კამპანია, რაც მიმდინარეობს ბოლო დროს ჩანერგილების თემასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და პარტიის წევრები იყვნენ ჩანერგილები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ეს შეურაცხყოფელი არის თითოეულ ჩვენთაგანისთვის. სახელმწიფო კანცელარიასთან ბანკებისა და კერძო იპოთეკარების მიერ დაზარალებული მოქალაქეების ბრიფინგი გაიმართა. აქციის მონაწილეები გრძელვადიან დაბალ პროცენტიან სესხებსა და აღსრულების პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ. პროტესტს ბათუმის მოსახლეობა შეუერთა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს კანცელარიის სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ექსპერტი ალექსანდრე რუსიცკი შეხვდა. მისი განცხადებით დაზარალებულებმა არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა შექმნან და სათანადო უწყებებს პრობლემის აღმოფხრის მიზნით მიმართოთ. შეკრებილები კი აცხადებენ, რომ რჩევას გაითვალისწინებენ, მაგრამ აღნიშნული გზა დიდ დროს ითხოვს მათი გასახლების პროცესი კი უკვე დაიწყო. გვაქვს კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ მოქალაქეები შექმნიან თავის სტრუქტურას, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელშიც სამუშაო ჯგუფები შეიქმნება და შესაბამისად ყოველ ქვეჯგუფთან მიმართებაში იქნება ჩამოყალიბებული სტრატეგია. ეს ჩვენთვის ცოტა გრძელი ვადები არის, იმიტომ რომ მოსახლეობა კარგავს ბინებს, აუქციონებზე იყიდება ბინები და ყველას უფრო სჭირდება გრძელვადიანი სესხები. ჭაბა სამუშია თბილისის საკრებულოში თვენახევარია უპარტიო დეპუტატია. სამუშიას განცხადებით ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მან ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დატოვა და საკრებულოში როგორც უპარტიო დეპუტატი ისე მუშაობს. სამუშიას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოში ხდებოდა ახალი პოლიტიკური რეალობის ფორმირება, მას სურდა ამ პროცესისთვის ხელი არ შეეშალა და პირიქით ხელი შეეწყო საკრებულოში ახალი უმრავლესობის ფორმირებისთვის. ჩემი თანამშრომლობა კოალიცია ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოსთან უფრო ინტენსიური გახდება. ტექნიკურ საკითხებზე ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში აკეთებ ამბობს ჭაბა სამუშია. მისივე განცხადებით ქრისტიან-დემოკრატებთან დაკავშირებით განცხადებას თავად ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გააკეთებს. ამჟამად ფრაქციაში სულ 2 დეპუტატია. ფრაქციის არსებობისთვის კი 3 წევრია საჭირო. ამასთან ქდმ-ს დატოვებას არც თავად ზაზა გაბუნია გამორიცხავს. ამასთან ერთად მხოლოდ ეს არ არის. პატიმარი, რომელსაც ხელვა ჩაურის რაიონულმა სასამართლომ 24 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ამნისტიას ელოდება. მუხს, რომლითაც ჯემალ დუაძე გაასამართლეს, ამნისტია შეეხო, მაგრამ სასამართლო ჯერჯერობით მის გათავისუფლებას არ ჩქარობს. რამდენიმე წუთის წინ ციხიდან მე-9 არხს მსჯავრდებული დაუკავშირდა და აცნობა, რომ მშრალი შიმშილობა დაიწყო. პატიმარი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. სასამართლო და მოსამართლე კიდევ ვერ არის გამოსული იმ არედან, როცა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ისევ პროკურატურას ეკითხება პოზიციას, როცა ამინისტიის კანონი პირდაპირ აძლევს საშუალებას
იხმძვანელოს ამ კანონით და გაათავისუფლოს გასათავისუფლებელი პირი. ადვოკატი სიმონ ასათიანი სასამართლოს აკრიტიკებს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯემალ დუაძე ერთ-ერთია, რომელიც სასჯელს თაღლითობის ბრალდებით იხდის და ამნისტიას შეეხო. ამნისტიის კანონის თანახმად მსჯავრდებული საპატიმროდან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მხარე თანახმაა. ჯემალ დუაძის საქმეში დაზარალებული აჭარის ეკონომიკის სამინისტრო თანახმა დუაძეს ამნისტია შეეხოს, თუმცა რამოდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ხელვაჩაურის სასამართლომ მიმართა მოთხოვნით მთავარ პროკურატურას, საქართველოს მთავარ პროკურატურას იმასთან დაკავშირებით, რომ გაეგო ზოგადი მიდგომა როგორია სახელმწიფოს ზოგადი მიდგომა როგორია ამინისტიის შესახებ გამომდინარე იქედან რომ ამ საქმეში კონკრეტულად დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა სახელმწიფო. პატიმარი, რომელიც ამნისტიის კანონით გათავისუფლებას ელოდება, სასჯელს ქსნის მე-15 დაწესებულებაში იხდის. როგორც მე-9 არხთან სატელეფონო საუბარში ამბობს, პრეზიდენტის შეწყალებაზე უარი თქვა და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ამბობს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა 2007 წლის ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა. უნდა იყოს ფსიქოლოგიური, ფიზიკური, მორალი მუქარა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მხრიდან ეს ხდებოდა თემურ პატარიძის მხრიდან დათანხმებას ეგრეთ წოდებული მასტერას მხრიდან ისინი მემუქრებოდნენ რომ ჩემს 1 კილოგრამ ნარკოტიკულ ნივთიერებას ჩამიდებდნენ ისინი მემუქრებოდნენ რომ იცოდნენ ჩემი შვილები სწავლობდნენ სკოლაში. ჯემალ დუაძე თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და 24 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს პრესამსახური ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ მხარებს დოკუმენტები სამართლებრივად მოუწესრიგებელი აქვს და როგორც კი საჭირო დოკუმენტებს მოაგროვებენ, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ახალციხის ცენტრალური საავადმყოფოს მეტპერსონალის საპროტესტო აქცია ექნება და ექიმებმა მთავარი მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. სადაზღვევო კომპანია ალდაგმა საკუთარ კლინიკაში მენეჯერი დავით მაისურაძე დღეს დილით გაათავისუფლა. როგორც ყოფილი მენეჯერი აცხადებს, მისთვის უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზი. მედიკოსები პრეტენზიებს ალდაგის მიმართაც გამოთქვამდნენ. მათი თქმით, მას შემდეგ რაც წინა ხელისუფლებამ კომპანიას საავადმყოფო სიმბოლურ ფასად ერთლარად გადასცა, მკვეთრად იკლო პაციენტების რაოდენობა. ძირითად მიზეზად კი ისინი მომსახურებაზე გაზრდილ ფასებსა და საჭირო მედიკამენტების არარსებობას ასახელებენ. სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენლებმა ადგილზე კომენტარი არ გააკეთეს. ძირითადი პრობლემა არის, რომ ავადმყოფს ვერ ვემსახურებით იმ დონეზე და იმ მოცულობით, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც იყო. ამის მიზეზია წვეთა მედიკამენტების მოწოდებაში, წვეთა საოპერაციო მასალის და საკერავე მასალის მოწოდებაში. გახედეთ ეზოს ბატონო და ნახეთ, რომ ავადმყოფს კი არა ჩვენს გვეზარება და გვეზიზღება ფაქტიურად აქ შემოსვლა. ალახია მუხლამდე. ეხი მაწუხებს რენტგენი უნდა გადავიღო და 25 ლარი, რამბავია 25 ლარი. მით უმეტეს მასწავლებელი ვარ პოლიციმა. არა ჩვენ რაიონის არ ახარ, წადი ადიგენში გადაიღო. იქიდან მიმართვას არ მაძლევენ. მე მინდა რომ აქაურ ექიმებთან მოვიდე. ძვირია ძალიან. ექიმებით და ნიჭით და დამსახურებით კი ბატონო, მაგრამ ფასებია კატასტროფული ძალიან. წარმომიდგინეთ ბრძანება, რომ დღეიდან განთავისუფლებული ვარ. ამ ბრძანებაში ვეწერა, რომ ტოვებენ ყელყურის ექიმად. არ გამიპროტესტებია, დავეთანხმე, ხელი მოუწერე. არ ეწერაში გარც მიზეზი, არაფერ უოდ გამათავისუფლეს. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ყვარელში დღეს ჭავჭავაძეების საგვარეულო ტაძარში მოძღვარმა მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ზურაბ ჭავჭავაძე მერაბ ბერძენიშვილისა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი და ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო ეროვნულ მოძრაობაში. იგი 1999 წლის დეკემბერში ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. ის ყვარელში ჭავჭავაძეების საგვარეულო ტაძარშია დაკრძალული. ტრადიციულად მის გარდაცვალების დღეს, მისი დაბადების დღეს ამ ტაძარში იმართება მისი ხსენების მოსახსენიებელი პანაშვიდები. მამა ბენიამინი ჭავჭავაძეთა საგვარეულო ტაძრის მოძღვარი იხდის ყოველთვის და ყვარლელები, ვისაც გული შესტკივათ ბატონ ზურაბზე, ვისაც ახსოვთ, ვისაც უნდათ რომ მის მიმართ გამოხატონ პატივისცემა და მის ხსოვნას მიაგონ პატივი, მათ შორის მუზეუმელებიც გამოდივართ ხოლმე და იმ საზეიმო პანაშვიდს უერთდებით.
დღეს ცნობილი ფრანგი ორიენტალისტისა და ქართველოლოგის მარი ბროსეს დაბადებიდან 211 წლის იუბილე ამასთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მეცხრე არხს მისი პირადი ხელნაწერები გააცნო. ცენტრში მარი ბროსეს 100-მდე წერილი ინახება, რომელსაც ბროსე იმდროინდელ ქართულ საზოგადო მოღვაწეებს წერდა. მარი ბროსე პირველი უცხოელი ისტორიკოსი იყო, რომელიც დაინტერესდა ქართული კულტურისა და საფუძველი ჩაუყარა ევროპულ ქართველოლოგიას. მარი ბროსეს არქივის პატარა ნაწილი, ეს არის წერილები ქართველ ისტორიკოსებთან და ქართველ მოღვაწეებთან, რომელიც თავის დროზე შეაგროვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ. თქვენ მოგეხსენებათ, იმ საზოგადოების ფონდი ჩვენთან არის, წერილობითი ძეგლები ჩვენთან არის შენახული და აი ასე შეგროვდა ეს და ცალკე არქივად გამოვიღეთ მარი ბროსეს ნაწერებით. მარი ბროსემ 7 ტომად გამოსცა საქართველოს ისტორიის ნარატიული წყაროები, ქართლის ცხოვრება, ომამდივანბეგ ხერხეულიძე, პაპუნა ორბელიანი და საინტერესოა, რომ ეს ქართული წყაროები, საისტორიო წყაროები თარგმნა ფრანგულად და ხელმისაწვდომი გახადა არა ქართველი და საერთოდ ევროპელი მეცნიერებისა და მკითხველებისათვის. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა შარდენზე დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების ნამუშევრები ღიაცის ქვეშ 3 დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. გამოფენაზე თექით შესრულებული ტრადიციული სტილის პანოები და ძველი ქალაქის თემატიკის ნამუშევრებია წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე ასევე გამოტანილია თექის ჩანთები, ქუდები და სხვა აქსესუარები. გამოფენის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. ეს არის ძალიან მისასალმებელი, რომ სტუდენტებმა მოისურვეს ესეთი მასშტაბური ნამუშევრების შესრულება და დღეს წარმოგვიდგინეს ისეთი სერიოზული ნაწარმი, რომლითაც შეიძლება რომ აი ნამდვილად ძალიან ისიამოვნოს მაყურებელმა და მე ვეპატიჟები ყველას. აკადემია ძალიან დაგვეხმარა, რომ ეს გამოფენა მოხერხებულიყო, ჩატარებულიყო. გამოფენილია 2 ტიპის ნამუშევრები, ტრადიციულ ორნამენტული და თავისუფალ თემაზე. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გამოფენა გარეთ გვეკეთებინა, შესაბამისად ეს იდეა მაგითაც მოდის, რომ ეს ქალაქის თემა გვერდჩია. ძალიან დიდი სტიმული არის და ძალიან დიდი მადლობა, რომ მართლა ეს სახელოსნო გქონდა და ამ სახელოსნოს შეგვეძლო, რომ გვემუშავა და ყველანაირად გამოგვეხატა ის ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდოდა, რომ გაგვეკეთებინა და წარმოგვესახა ჩვენ პანოებზე და ჩვენ ნამუშევრებზე. დაადროა გავიგოთ, რაზე იქნება საუბარი დღეს გადაცემა ბიზნესის დროში, ამას მისი წამყვანი თეა შველიძე გვეტყვის. თეა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით ვასიკო, დღეს მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენა, ეს არის მთავრობის 100-დღიანი მუშაობის შეფასება, რომელიც დღეს გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი, რა ძირითადი მესიჯები და აქცენტები გაჟღერდა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, როგორც ცნობილია, ძალიან დიდი დრო პრემიერ-მინისტრმა დაუთმო სწორედ ეკონომიკურ თემატიკას და იმ წინასაარჩევნო დაპირებებს, რომელიც თავის დროზე კოალიცია ქართულმა ოცნებამ გასცა. როგორ შესრულდა ეს დაპირებები, ჩვენ მოვისმენთ კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრის განცხადებებს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, რაც შეეხება ჩვენი გადაცემის სტუმარს, იქნება პროფესორი, ასევე ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია. თუმცა ეს არ არის ერთადერთი თემა, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. კიდევ ერთ თემაზე გავაკეთებთ აქცენტს, ეს არის ცვლილებები ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე. ყოველდღიურად, როგორც კომპანია მაგთიკომში აცხადებენ, იზრდება მაგთიში იმპორტირებულთა რიცხოვნობა და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება მაგთიკომის მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე. მადლობა თეა, არ გამოტოვოთ ბიზნესის დრო, ის 8 საათზე დაიწყება მეცხრე არხზე, საინფორმაციო სამსახური კი თამთა სამიკიძესთან ერთად პირდაპირ ეთერში ზუსტად დღეზე დაბრუნდება.